სამდიამი ყოლა წმინდა სამებაო შეკითხალე ჩვენ ბარომისა და გუქინერთა დარაჭედაა ეუბნაო შეგვიდა უჩურებარი ჩვენი წმინდა ომოლიქდა და გახურე უზელანჩელი სახელისა შენისათვის უფალო შეგვიწყალენ დიდება მამასა და დედასა და წმინდასა სულსას და მარადის და უგუნი სამდიამი მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა ერგავ სახელი შენი მოვედი სუფევა შენი ერგავ ნება შენი ვით არცა ცათაშინა გაწაკოვანასაზე და უი ჩვენი არსობის და მომე ჩვენ დღეს და მომიტევე ჩვენ თანანადებლი ჩვენი ვით არცა ჩვენი უტევებ თანამდებთან ჩვენთან განუ შევიყვარებ ჩვენგან სასწელსა არამედ ვიხსენ ჩვენ მოროდისაგან ამე თუ შენი აქვს უფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა არც და მარადის და უგუნითი უგუნისამდე ამინ სულადადა სულემუდა მარტავსა სულთა მიცვალებუდა გონადა განხევავდა შენთანა განუსვენე მართოვან დამისგან სამაგრესა მახორესა გასმოვარე მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყურებლებო ეხლა ჩვენ ვყოფებით მოსკოვში დონის მამათა მონასტერში ეს არის მოსკოვის ტერიტორიაზე არსებული მონასტერი ილოცავთ მირქმის დღესასწაულს და ეს არის ტაძრის დღესასწაული და აი აქ ეხლა სადაც ჩვენ ვყოფებით თვითი აღსანიშნავია ეს ადგილი აქ არის დასაფლავებული მეფეები მეფე არჩილი და მისი შთამომავლობა და უნდა აღინიშნოს რომ მე თითოეულ ქართველს მინდა უთხრა რომ როდესაც მოსკოვში ბრძანდებით აუცილებლად მოუძანდით ამ წმინდა ადგილას ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადგილი იმიტომ რომ აქ არის ბაგრატიონები და განსაკუთრებით მე მინდა აღნიშნო ბატონიშვილი ალექსანდრე რომელიც იყო პეტრე პირველის მიერ დანიშნული რუსეთის იმპერიის არტილერიის უფროსად ამხელად თანამდებობა ეკავა ადამიანს შემდგომში იგი შვედებთან ომის დროს იქნა დატყვევებული და როდესაც ტყვეობაში იმყოფებოდა ყველაფერი გაკეთა იმისათვის რომ ის განთავისუფლებულიყო და როდესაც გზაზე მოდიოდა გარდაიცვალა და დიდი ზარზმით იქნა დასაფლავებული ბატონიშვილი ალექსანდრე იყო პეტრე პირველის ერთ-ერთი საიმედო კადრი და სხვა ასევე დიდი თავადაზნაურობა აქ მეფე არჩილი დედოფლები ყველანი აქ არიან. ეს არის ჩვენთვის ძალიან სასიხარულო რომ აი ქართველთა საძვალეა ესე пативши имყოფება რუსეთში. Истинные реки пророку твоему Моисею, да прикоснешися трапезу и предложив предложение я внесший светильник к оставлению светила его, и же оба прилежно молитеся, да сия по заповедям свящи верные рабы твоя, предуготованные в освящение и укрепление с этой трапезы твоей, и славу величестве твоего, принесенные милостиво, приемлющие человеколюбнее, росу благодати Пресвятаго Духа на ней изливаемой, благословите, осветите, изволивший и аз недостойный или хотя во ко славою трисиянных твоего божества, Вожженные явив, предложите, благоволяю, благословляю и освящаю я, да святилище неприступные твоей славы, входящие истины и правды твоя, видите свет и великую твою милость, исповедующий или я, пение хвалы твоя, приносящий и ты жды к священию. Софиос Николас Георгис Русуданиси, Евгениаси Георгиси, Таурепископоси Иосебиси, Архимандри Лаурентиси, Деканоси Михаилиси, Деметреси, Петреси Илиазари Симониси, Никитаси Николозиси, Диакони Теодореси. Saúdo e conserva Celebra
Поменять Господь всех наших усопших, и в этом храме много друзей, похоронено многих наших предков, которые переселились в Россию, и дай Бог, чтобы своей жизнью они нам показывали пример благочестия, мира, любви и взаимной братской помощи и любви, чтобы вот это то, что они сделали, то, что они творили, то, что они при своей жизни делали, чтобы мы не оставляли, не покидали и всегда любили друг друга. Поменять Господь всех наших დღეს დიდი დღე იყო დონის მონასტერში. აქ დონის მონასტერში არის ქართველთა საძვალე. აქ არის დაკრძალული მეფე არჩილის შემდგომი შთამომავლობა, მისი შვილები, ასევე დიდგვაროვანი ქართველები, რომლებიც შემდგომში დაიკრძალნენ დონის მონასტერში. თქვენ ხედავთ ახლა აი ამ დაკრძალული ადამიანების საფლავებს და დღეს აქ იყო უამრავი ქართველი, როგორც გაჩვენეთ და აღევლინა წირვა მათი სულების საოხად
და ჩემთვის არის რაღაც ძალიან ამაღელვებელი პირველად ვიმყოფები მე ახლა აი ამ ადგილას და ნამდვილად აი ამაღლებულ განწყობაზე ვარ. შეხვედრა გქონდა ასევე მიტროპოლიტ ფიაგნოსთან, რომელმაც ძალიან გულთბილად მიგვიღო ტრაპეზი გაგვიმართა. და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა რომ აი ქართველი მეფეები, ქართველი დიდგვაროვნები აი ესე პატივით არიან აი აქ და ყველა მოდის პატივს მიაგებს და მათი საფლავები ხედავ თქვენ რომ პრინციპში მოული მდგომარეობაში არის. მიხარია რომ ჩვენ რუსეთში ძალიან დიდი კვალი დავტოვეთ. ხშირად როდესაც საუბრობთ ხოლმე რომ სტალინი და ბერიამ უდიდესი როლი ითამაშეს და მართლა შექმნეს ეს დიდი სახელმწიფო რუსეთი, ჩვენ გვავიწყდება რომ მანამდეც ქართველები რუსეთისთვის დიდ როლს თამაშობდნენ. აი აქ არის მაგალითად
დასაფლავებული მეფე არჩილის შვილი ბატონიშვილი ალექსანდრე ბაგრატიონი, რომელიც იყო რუსეთის იმპერიაში პეტრე პირველის დროს არტილერიის ხელმძღვანელი და ძალ ახლა თქვენ წარმოგიდგენთ მეფე იმპერატორი სწორედ პეტრე პირველი შეიქმნა, მანამდე იმპერატორი რუსეთს არ ყოლია, პეტრე პირველის დროს იყო აი ამ ხელა იმპერიის არტილერიის ხელმძღვანელი და ეს ადამიანი იყო ქართველი. ეს ადამიანი იყო გაზრდილი სწორედ სამეფო კარზე და შემდგომში შვედებთან ბრძოლის დროს დატყვევდა. ძალიან დიდ თანხას ითხოვდნენ შვედები მის გასათავისუფლებლად, თავიდან ვერ მოხერხდა გაჭიანურდა მისი გამოხსნა და შემდგომ როგორც იქნა განთავისუფლდა და როდესაც ის მოდიოდა რუსეთისკენ, აი ამ პერიოდში გზაში დაიღუპა ეს ადამიანი და აი აქ დაკრძალული იქნა, როგორც გითხარით. ეს საძვალე როდესაც შეიქმნა აქ კომუნისტების პერიოდში საძვალე იქნა გათხრილი. ძალიან გამიხარდა, როდესაც ამ მონასტერში ყოფნისას გავიცანი ქართველი ადამიანი, ბერი, მამა დავით შენგელია, ზუგდიდიდან და ეს კიდე ორ მაგაცა სიხარულო იყო, იმიტომ რომ მე ძალიან პატივს ავცემდა მიყვარს ჩემი მეგრელები, განსაკუთრებით ზუგდიდლები და ძალიან დიდი სიტყვოთი მივიღო მამა დავითმა. მე მინდა დღეს გაგაცნო თქვენ დონის მონასტრის ბერი, მამა დავით შენგელია, მოგესალმებით მამაო. დიდი მადლობა რომ მიგვიღეთ სიტყვოთი სიყვარულით საქართველოსთან და მინდა რომ ჩვენს ქართულ მაყურებელს უთხრა თქვენ შესახებ, პირველ რიგში თქვენი თავი მინდა წარმოადგინო, როგორ მოხდით საერთოდ აი ამ დონის მონასტერში საქართველოსთან თქვენი შესახებ ორიოდე სიტყვა. 90 წლებში ჩამოვედი მოსკოვში, ცხოვრობდი, ყავდა ოჯახი. როგორც ყველა ქართველი, მე მგონი დავდიოდი ეკლესიაში, დრო იყო ისეთი ცოტა ცუდი დრო იყო 90 წლები, 11, 12, 13 და დავდიოდი პირველი ჩემი მღვდელი იყო დიმიტრი სმირნოვი. ეს და მე აი როცა უფრო ადამიანი როცა ხდება უფრო ჭკვიანი, მაშინ გადავწყვეტე ოჯახის თანხმობით, რომ უკვე 5 წელი ვარ მონასტერში, 300 წელი ქართველი ბერი არ ყოფილა, 320 წელი. აქ არ ყოფილა. ბოლო იყო 1720 წელი ლავრენტი გაბაშვილი არხიმანდრიტი წინამძღვარი მონასტრის. მონასტრის წინამძღვარი თუ თქვენ ინებებთ მე გაჩვენებთ სადაც დასაფლავებული და ეს იყო როგორც წინამძღვარი მონასტრის, და წინამძღვარი ამ მეფეს ოჯახის. აი ეს იყო ბოლო ბერი ქართველი. აჰა, ეს არის არხიმანდრიტ ლავრენტი გაბაშვილი. 1720 წელს გარდაიცვალა და არ არის მონაცემები, რომ წელს დაიბადა. რომ ეს მეფეს ახდა და როგორც იტყვიან, აი აქ, აი ამ ეკლესია, აი მეფე ჩვენი არჩილი მეორე ბაგრატიონი გარდაიცვალა 1703 წელს. აი მეფე შემოდიოდა ამ დიდი კარებით. აი კარებია დიდით, აი ვაჩვენოთ, აი იქით კარებია. აი იქით, აი კარები, იქიდან შემოდიოდა მეფე. და აქ წირვა იყო. თანაც რატო იყო ლავრენტი გაბაშვილი წინამძღვარი? იმიტომ რომ მაშინ ცოტა იმდენი ფულს თვითონ მეფე არ წირავდა რო ეკლესიებზე და ეს არის აი თვითონ ლავრენტი გაბაშვილის შრომით და მეფეს შეწირვით აშენებული. ხო, ანუ ჩვენი მეფე დაინტერესდა მეფე არჩილი ეს ყველასწორილია და აირჩიეს ეს ადგილი. ეს ადგილი აირჩიესო. ესენი თვითონ ცხოვრობდნენ სადაც ჩვენი ქართული ეკლესია ახლა მალაიშა გროზენსკაია და აი აქ ისე თავისუფლად გზნობდნენ თავს, აი რომ მოდიოდნენ, აი თელი მეფე და თავის ოჯახი მოდიოდა. და ერთიც უნდა აღნიშნოთ, ეს ის ადგილი არის, სადაც აქ იმიტომ აიგო ეს მონასტერი, რომ აქ დაამარცხეს რუსებმა ყირიმის ხანი და სწორედ მის საპატივცემულოდ აიგო ეს ყველა. აქ
აქედან დაიწყო მოძრაობა. აქ პალატკები იყო, ხო იცით, ადრე არ იყო რუსეთში ასეთი მონასტრები და აი ეს ხატი ქონდათ აქ, ხო, როცა აქ პალატკები იყო, პალატკა ახლა ასეთი ლოცულობდა მეფე, ხო? და მე აქედან დაიწყო, იმიტომ ქვია მაგას დანსკოი. ერთი ღვთისმშობლის ხატი ქონდათ მაშინ. აი დანსკაია ეკონოფაჟეს, ეს თვითონ დანსკაია არის ჩამოტანი დონის იმებსავ ჩამობრძანებული. ღვთისმშობლი და დაერქვა მაგას დანსკაია. აი ქართველების საფლავებთან დაკავშირებით მე თქვი ინფორმაციას მაქვს კომუნისტების დროს აქ გათხრა მოხდა. აი ეს მინდა რომ გითხრათ რომ როცა გათხრები მოხდა მანამდე წიგნი დაწერა მეფემ. და წიგნშია ძალიან კარგად ჩაწერილი და დაწერილი რომ აი ადამიანის თავარი რა არის ენა და მუცელი უნდა მოიგნო და გაგავართ უკრატით. აი ამიტომ არაფერი არ აღმოაჩინეს. არაფერი არ აღმოაჩინეს. თვითონ ისე მეფე ცხოვრობდა ამის შვილი კეტევანი და ბაგრატიონი. კი ბატონო. აი როცა მამა მოუგდა, ხო? აი და ჩვენთან საქართველოს როგორ იციან, აი სამეგელოში უფრო იციან გლოვა, ხო იცი? ადრე მე ბავშვობაში მინახია და როცა მეფემ გამოუგზავნა დაპატიჟა, ბალ დაგოი. და უარი ქართველებსო ერთი წელიწადი მამის სიკვდილის მერე გარეთ არ გავდივართო. აი შვილმა რა უპასუხა გოგომ. აი ჩვენი მეფეს აი ესეთი გაზრდილი იქონა. აი აგერ მეფის ასული ასული დარეჯანი. აგერ ეკატერინე დადიანი. ეს თავადის ასული. თავადის ასული. ესენი ერთად ჩამოვიდნენ, ერთად იყვნენ ესენი. ეს იყო აი მეფეს აკრუჟენია, როგორ იტყვიან რუსულად. გამომოწვა. რაც ხატები იყო, არაფერი არ დარჩა. არავინ არ იცის სად არის და დამალულია სადღაც მონასტერში დამარხეს და დღენ ვერ ნახეთ. აი მე კი არა ჩამამდეს და აი არ არსებობს სადმე რო იყოს, იმიტომ რომ მაშინ დიდი ხატები იყო და ყველა ნაწერებით იყო. უფრო აი როცა საბჭოთა კავშირი იყო, მაშინ დიდი ეძებეს რომ ეს ასეთი ინტერესი იყო, მაგრამ აი აქ ვის საფლავებია? აი ყველა ეს ვინც იყო, აი ეს მეფე ხო იყო, ხომ ვიღაცა ახლა ჩვენ ხომ აი თქვენ ხართ საქართველოში ვიღაცას ურეკავთ, ხო ყავთ ნაცნობი მეგობარი. აი ეს ხალხი იყო ყველა მეფესი. აი გარემოცვა, ვინც იყო მეფეს. და განსაკუთრებით აი აღსანიშნავია ახლა ალექსანდრე, როგორც თქვი, ალექსანდრე ბაგრატიონი, რომელიც უდიდესი პიროვნება იყო მეფე იმპერატორ პეტრე პირველის დროს არტილერიის ხელმძღვანელი, მას წოდებაც მიენიჭა და უდიდესი პიროვნება იყო. ახლა ამხელა იმპერიის კარზე რომ ჩვენ არტილერიას ჩაგაბარებენ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და აქ აგრეთვე არის აგერ გლიკურია, დავითაშვილი ბაგრატიონი, ესეც მეფესთან დაკავშირებული, ყველა ბაგრატიონები აქ არის, ფეოდოსია მილოსლავსკაია ბაგრატიონი. ესეც შვილები არიან. ეს შვილები, ხო? მამუკა და დავითი. ხო, ბატონიშვილი მამუკა ბაგრატიონი, ბატონიშვილი დავით ბაგრატიონი, ეს არის უკვე ალექსანდრეს შვილი. დიახ. ალექსანდრეს შვილი. და ჩვენ ხედავთ, რომ აი აქ წინა პლანზე ტაძრისა ეს საფლავები არის. ეს საფლავებია. Ну, это церковнославянский. იქითაც ესე იგი მთელი ეს მე შე რა მაინტერესებს იცი? ყველა ისაო აი აქითაც არის ხო და კი არის. ეხლა აი ეს თუ არის აქ დამარხულია კიდო. აი ეს არის თავი. აქ ისე არ არის, ეს არის თავი, დამარხულია. და вот ника, нету смерти. А вот აქაც არის, აი აქ ეს არის სასაფლო არის, როგორც პამიატნიკები ისეა ჩვენთან უკეთებენ, აი თავებში უკეთებდნენ რუსეთში. ანუ ეს ცხედრები აქ არის? დიახ, კი, დიახ. კი, აი უყურეთ, აი ხედავთ, აი ყველა ვინც არის აქ მეფე არჩილის ის იყო ნათესავები და როგორც აი ჩვენთან აი აგერაც არის თქვენ, აქ არის სხვა, იმიტომ რომ ეს ადგილი იყო მარტო მეფესი სამარხავი. სხვას არ მარხავდნენ აქ. ეს რუსი ნატალია კირიენოვიჩი.
ზოგიერთი რუსი თავადიც არის გაგზავნილი. ეს ახალი გაკეთებულია, არაფერი არ დარჩენილი, რაც იყო ძველი. ძველი იყო, გაგიტყვა როჩნე работа და ნახაზებიდან არის გაკეთებული აი ეს საკურთხეველი და ის რაც იყო ადრე იმის ანალოგია. არა, ანალოგია თუ სხვანაირი. კი, არა, ის ანალოგია, კი. ის არის. კი. აქაც არის დამარხული კნიაზ ალექსანდრ ბაგრატიონი. აი უყურეთ აი. ანუ ეს რომელი ალექსანდრია? Какой год? 1800. ეს უკვე მათი შვილებია, უკვე 1700-800 უკვე მათი შვილები და ისინი არიან. ისე რომ აქ ბევრი აი ეს სასაფლაო. აი ეს, სასაფლაო როგორ იტყვიან, აი ესეც. აი და იქაც არის კიდევ მინდა ქართულად გაჩვენოთ. ქართულად. Вот. Ничего себе. I was this надо освободить чуть-чуть. Вставайте вот здесь. Вот. А есть, да. Вот она. Вот. ქართულად არის ლიანად. აი, აქაც დამარხულები არიან. აქაც. აი, ჩვენი მეფეს გერბი და აი გული. ეს გული სიყვარული. ეს საფლავებიც აქ. კი, ყველა საფლავები კი. ეს ყველა გახსნილია საფლავები ჩვენ. ყველა გახსნილი იყო კომუნისტების როცა მოვიდნენ აქ რამე აღმოაჩინეს? არაფერი არ იყო. აი არის ჩანაწერებში არაფერი არ იყო და ანუ ის ოქროულობა და რამე არაფერი არ ეს მეფე ბოლო დროს ეს იყო პირველი მეფე რომელიც პირველი წიგნი გამოუშვა ქართულ ენაზე რუსეთში. არჩილი მეფე არის. კი და ხის იყო მეწამიკითხია თვითონ ასოები იყო ხისგან. კვეთავდნენ ხო როგორც დღეს იტყვიან. და და მაშინ ისე აქ რო იყო პატრიარქი ტიხონი რო იცოდეთ რომ აი წირავდა მაგი ჩამოდიოდა და პანიხი და он служил. და то есть დღესაც აი რაც დარჩა ეხლა ადრე აი შემო ადრე 10-20 წლის უკან უფრო მეტი ჩამოდიოდნენ მამაები საკონსულოდან ჩამოდიოდნენ საქართველოს პატრიარქი იყო აქ თვითონ ჩამოსული. ილიამი. დიახ. როდის? წელი არ მახსოვს, მაგრამ აი როცა ბოლოს იყო ჩვენ პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, მაშინ იყო ჩამოსული და აქ თვითონ გადაიხადა პანაშვილი. ეს ეკლესია თითვლება ხო ეს ტერიტორია? ანუ აქ ტარდება ჩვეულებრივ წირვალოცვა ტარდება. წელიწადში ერთხელ. წელიწადში ერთხელ ტარდება წირვალოცვა? მანამ 15 თებერვალს. მანამ სხვა დროს არ ტარდება. სხვა დროს არ ტარდება. 15 თებერვალს ტარდება აქ მარტო წირ. ამ დროს ყველა ვემზადებით და ანუ 15 თებერვლის გარდა აქ წირვალოცვა არ ტარდება. და რატო? ამას არ აქვს ეკლესიის სტატუსი? მე მას გეტყვით რატო? იმიტომ რომ ჩვენთან არის ყოველ დღე 3 წირვა, ლიტურგია და называется ლიტურგია. კვირაში 4. და არ არის გამოყოფილი აქ რომ მე მსახუროს. 3 ლიტურგია თვითონ მონასტერია 19 გექტარი. 14 ეკლესია შიგნით. 30-ზე მეტი პრიდელ, საკურთხეველი ხო? და აი ბევრი ეკლესიები არის დაკეტილი. ადრე იყო წირვები. ზოგჯერ როცა დაბოსტიონ ჩას, ვიტყვით ალექსანდრე ნეველის ხო? როცა პრაზნიკია, მაშინ იქ წირვა არის. ანუ დატვირთული არ არის და მაგიტორა. მაგრამ ქართველების მოთხოვნა თუ იქნება, ალბათ იქნება აქ წირვალოცვა და ქართველები თუ შეიკრიბებიან, არა? თვითონ სამღვდელობა არ ყოფნის, იმიტომ რომ ქართულ ეკლესიაში თვითონ ორი მამაო. არა, საქართველოსდან ახლა ვინმე რო გამოავლინონ, მე მგონი რომ პრობლემა არ იქნება. არ იქნება თვითონ. იმიტომ საქართველოში იმდენი ეკლესიებია და იმდენი მასულიერო პირია, რომ მე ვიცი რომ სიამოვნები წამოვიდოდა ვინმე რო აქ იმსახურებდა. კი, ეს ცოტა გადაწყვეტს. და ისეთი ადგილია, ამდენი ქართველი მეფე თავადაზნაურია, რომ აქ ახლა რატო არ უნდა იყოს წირვალოცვა. ქართველების ადგილი არის, ამაზე ესეთი მაღალი და
რაღაც სულიერების ადგილი არ არსებობს. კი ბატონო, შეუძლია მონასტერს შეინახოს ეს მამაო, შეინახოს ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა დიახ, ეს უნდა გადაწყდეს საპატრიარქოდან და უნდა იყოს უფლისგან მთავარია რო კურთხევა. აი ჯერჯერობით არ არის რა. მე თვითონ ბერი ვარ და არა ვარ იმის რომ იმსახუროთ, მაგრამ მე ყოველდღე ჩამოვდივარ. ვიკრიბებით. აქ აი ნუ პანიშვილი და იმას კი ვიხდით და იმას ვაკეთებ. დიდი მადლობა, მამაო, დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა და ასეთი შესანიშნავ დღეს ვიყავით აქ და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი საპატრიარქო გამოყოფს სასულიერო პირს აქ და დადგება დრო, რომ აქ ჩვეულებრივად აღევლინება წირვა-ლოცვა და დღეს ბალშაი-გრუზინსკაიაზე ტარდება წირვა-ლოცვა ქართული ტაძარი იქ არის და აქაც იქნება ქართული ტაძარი. აქ ახლა აი ამ წირვაზე თქვენ დღეს ბრძანდებოდით აქ და ხო ნახეთ რამდენი რუსი იყო. აქ ბევრი ჩამოდის რუსები. აი გუგეკითხებიან მე იმიტომ რომ გავატარო რომ აი ნახო. მეფეების ოჯახია და ბაგრატონების ოჯახი. დიდი მადლია. დიდი მადლია ეს как намолено место, как говорят. Это намолено. აქ იყო წირვა იყო ყოველდღე. ლავრენტი გავაშვილი რომელიც ჩვენ თქვით ეს ყოველდღე წერავდა. კი ბატონო. და ეს რო არის ბრატსკაია корпуს, აგერ ჩვენ სადაც ვიყავით, ის ააშენა ლავრენტი გავაშვილმა. ასე. დიდი მადლობა და წარმატებებს. მშვიდობა მოგზანდით. მართლაც საოცარი შეგრძნება, როდესაც აი ამ მონასტერში მოხვალთ, უამრავი ტაძარია, ეხა თოვლი არის დიდი და აი გადაჭიმული არის უამრავი ტაძარი, უამრავი ისეთი სივრცეა, სადაც როდესაც ადამიანი მოხვალთ, მართლა სულიერად დაისვენებს და მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ თითეული ქართველი, რომელიც მოსკოვში ჩამოვა, აუცილებლად უნდა მოვიდეს, რომ ნახოს ჩვენი დიდი ქართველობა, ბაგრატიონები. მე პირველად ეხლა აი რამდენჯერ მოსკოვში ვიყავი და ჩემ და სამარცხინოთ აი დღეს მოვედი აი აქ და ბევრიც ალბათ დარწმუნებული ვარ, არ იქნება აქ ნამყოფი და მე ერთ ვისურვებდი და მიუმართავ ჩვენ საპატრიარქოს, რომ აი როგორც ჩვენმა ბერმა დავით შენგელიამ თქვა, აქ დიდი მადლი ტრიალებს და სავსებით შესაძლებელია აქ ქართული წირვა-ლოცვა აღევლინოს და ბალშაია-გრუზინსკაიას გარდა იყოს ქართული ტაძარი აქაც აი ამ ადგილას მირქმის ღვთისმშობლის ტაძარში დაბლა ეს არის ცენტრალური ტაძარი აი ამ დონის მონასტერში ეს არის უნიკალური ტერიტორია მეგობრებო აქ თავის დროზე პატრიარქი რუსეთის პატრიარქი ცხოვრობდა მისი რეზიდენცია იყო აქ სანამ უკვე სხვა მისამართზე გადავიდოდნენ და აქ კიდევ ბევრი ქართველია დაკრძალული აქ არის სასაფლაო სადაც ასევე თავადაზნაურობა ქართველებისა დასაფლავებულია და ძალიან კარგია რომ აქ აი ამ წმინდა ადგილას სახურობს ჩვენი ბერი დავით შენგელია და უნდა ვთქვათ რომ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა წავშალოთ ის კვალი რომელიც ქართველებმა დატოვეს რუსეთში და ამას მოფრთხილება და მოფერება ჭირდება დღეს ეხლა უფრო მეტი რუსი იყო მირქმის დღესასწაულზე აი ამ ტაძარში სადაც 15 თებერვალს ყოველ 15 თებერვალს აღევლინა წირვა ვიდრე ქართველები იყვნენ და მე მგონი რომ ქართველებმა ცოტა უნდა გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით და პირველ რიგში ჩვენ უნდა ვცეთ ჩვენს მეფეებს ჩვენს უდიდეს ადამიანებს პატივი მე კი ერთს ვისურვებდი რომ მეტი აქტიურობა მართებს ხელისუფლებასაც მეტი აქტიურობა მართებს იმ პირებსაც ვისაც ეხება ამ თემასთან დაკავშირებით სიტუაციის უფრო გაუმჯობესება იმიტომ რომ ჩვენ რუსეთში უნდა ვიყოთ ისე როგორც ადრე ვიყავით წელში გამართულები და ასევე იმ გადაწყვეტილების მიღებები რომლებსაც ვიღებდით შორეულ წარსულში